დავბრუნდით პირდაპირ ეთერში სტუმრებთან ერთად. არაჩვეულებრივ სტუმრებთან და საყვავე ვარსკვლავების ფინალისტებთან ანი კეკუას და ოთო ციკლაურთან ერთად. რა მოგარგებოიარეთ. რაშებით როგორ ხართ, რაცაც ხსანთებ. ფინალამდე ხართ მისულები ბოლოში და არ ვიცი, ყოველი თქვენი გამოჩენა არის აი ცეცხლის დანთება პარკეტზე და სცენაზე. უღრმესი მადლობა, მოგესალმებით კიდევ ერთხელ. ძალიან მიხარია თქვენთან ვართ გადაცემაში ყოველ ჯერზე. იმიტომ რაღაცა წინაზეც ძალიან რაღაცა ისე კარგი ფერი გვაქვს. კარგი შეხვედრა იყო, ძალიან მიხარისეთ. რა ვიცი, აი ესე მოვედით ფინალამდე. დიდი შრომის ფასად ნამდვილად. ნუ ამაზე არაერთხელ გვისაუბრია, რომ თუ რამ ხელა შრომასთან არის დაკავშირებული ცეკვავენ ვარსკვლავების პროექტი და იცოდი ცეკვა, რომ მოხვედი? ცეკვა, იცი, მე გრძნობდი, რომ შემეძლო. ხო. ამას მე მგონი შენი მაყურებლები გრძნობენ, იმიტომ რომ სიმღერას ყოველთვის თან ახლავს რაღაცა მინიმალური სხეულის მოძრაობა, რომელზეც თამამად შემიძლია თქვა, რომ ძალიან კარგი პლასტიკა და ძალიან სექსუალური ხალი ხარ. იცი რა, შენ მეუბნებოდი ხოლმე. მე ხო სუგეუნებოდი. კი, ნანიკო ხშირად მეუბნებოდა ხოლმე კონცერტებზე, რომ რაღაცა სხვანაირი ხარო, მაგრამ არ მიცდი არასდროს ნამდვილად. აი ხო არის, რომ აი თქვა სცენაზე სიმღერასთან ერთად ვიღაცას უცდია ცეკვაც, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს ამის ფუფუნება, თუმცა დიდი სიამოვნებით გავაკეთებდი პრინციპში სიმღერასთან ერთად რაღაცა ცეკვის მიმართულებასაც, მაგრამ ეს არ მიცეკვი ან ბავშვობაში როგორც ყველა ქართულ ცეკვაზე 4 წლის მანძილზე დავდიოდი. ქუსლიწვერის ბაკ და ზეგი ფინალია. ფინალია, ხო, აი ზეგი. ოთო, როგორი გოგოა? ხართ მზად მორალურად პირველ რიგში ფიზიკურ მზაობაზე არაფერს ვიტყვი, იმიტომ რომ მართლა რობოტები ვითვარჯიშობთ დავსრულებთ. კი, რა თქმა უნდა, მზად ვარ პირველ რიგში მოგესალმებით, მეც ანალოგიურად ძალიან მოხარული ვარ თქვენთან მოვედი, იმიტომ რომ წინ ლაივი მე ძალიან პოზიტიურად მახსოვს. კი, მზად ვართ მორალურად, ფიზიკურად, ეს არის ჩვენთვის ზეიმი, იმიტომ რომ ფინალამდე მოსვა ჩვენი მიზანი, ჩვენ ეს შევასრულებთ და ჩვენ ახლა ამ ყველაფრით უნდა ვისიამოვნოთ და მე ვფიქრობ, რომ ორშაბათ დღეს მეც ანიც სასიამოვნოთ, ძალიან პოზიტიურად, ძალიან ძლიერ პასუხობს შემოთავაზეთ. ფიქრობდით, რომ ფინალში გახვიდოდით? იცი რა იყო? ეხლა მე ნახე კი არა მართლა ფიქრობდით. იცი რატომ ფიქრობდით? ალბათ ყველა ვინც იწყებს კონკურსში მონაწილეობას, აქვს რა, ეგ ჟინი გააქვს, რომ შენ ჯაჯოს პირველი. ეგ მესმის ხო რაღაც მომენტში, იმიტომ რომ შენ შესაძლებლობებსაც აფასებ რა. ხო, მაგრამ რაღაც პერიოდში უფრო გიღვივდება, იმიტომ რომ შეიძლება გქონდეს შენს თავზე გარკვეული წარმოდგენა, თუმცა ისე ცირთულეებს წააწყდებ პროექტის მანძილზე, ეს არ არის მხოლოდ ფიზიკური მზაობა, ეს არის მორალურად, ფსიქოლოგიურად მზად უნდა იყო, აი, ყველანაირი წინაღობისთვის, ასე ვთქვათ, და მე ანუ მაქვს რაღაცნაირად ეს მე მგონი უნარი გამოჩნდა. კონკურსანტები დარჩით ფინალში ცხადია და არ იქნება მარტივი ორშაბათი. კი, ნამდვილად. ხო, იმის გვამინდოდა, რომ რაღაცა პროექტის განმავლობაში რაღაცა ეტაპზე შეიძლება მივხვდე, რომ ან გამოგდის, ან არ გამოგდის და სადღაც ჩვენ მივხვდით, რომ შუალედში გამოგივიდა. პირველივე ტურზე გამოგივიდა. და დარწმუნებული ვიყავი, რომ ფინალში გახვიდოდით. მართლა, უბრალოდ სცენაზე რო ხედავდი ანიკეკოს, იგვიჟდებოდი ცეკვასთან რო კავშირი არ ქონდა. მართლა, მაგრამ ნახე, აი ხვალ ზეგ არის უკვე ფინალი. თქვენ ახსენეთ არაერთხელ ფიზიკური მზაობა, მორალური. ეს არის კონკურსი, ხო? აქ გვინდა არ გვინდა, ყველა ვართ კონკურენტები. გვინდა არ გვინდა, ყველა უყურებთ ერთმანეთის კოჩს, ბაკბუქს როგორ აკეთებს, ქუსს როგორ დგავს და მართლა ღირსეულები ხართ მოსული ბოლოს. პასო ყველაზე რთული ცეკვა არის, რომელსაც 3 წყვილი, არ ვიცი, ალბათ ცეცხლს დაანთებთ. ხო? კი, ისეთი ენერგიული ცეკვა არის, თან ტემპერამენტი ჭირდება, აი ეს უხდება. ჭირდება, ხო, მე მგონი მაგნაცულში მე მგონი კარგად ვარ. აი, ოთომისავა. მაგნაცულში მგონი კარგად ვარ. ტემპერამენტი ოთო მაინტერესებს, აი დამოკიდებულება. მე ჩემგან ვამბობ, აი მე მეზარებოდა, არ შემეძლო, კი არ მძულდა, მაგრამ ნერვებს მიშლიდა მოცეკვავე. მართლა გულწრფელად. აი
მომო ხოიმე სულს მხბიდა აი მართლა გულწრფელად გეუბნებით თუ მაჩვენეთ ერთი ადამიანი ცეკვის დროს ჩამძინებია რა მართლა რა ცეკვავდი არა ქუჩდებზე ბოლშით საინტერესო მოძრაობები ქონდა რაზე ჩაგეძინა მე საერთოდ დაბრუნებისგან შეიძლება თვალღია მძინავს მომიყევი რაშვება თემა მოტეხა ეხა რა ცეკვის დროს დაეძინა არა მართლა გეუბნები არა იცი ზოგს აქვს ეგეთი რეფლექსური ცხო არის ის რომ ზოგი ან თქვა სტრესზე ნერვიულობაზე ან გადაღრილობაზე ნუ აქვს რა ეს გასაგებია მაგრამ საწოლში იძინე კი მეც იძინე არა არის ეს მარტო საწოლში იმიტომ რომ იქ რომ სარეპეტიციაში ჩვენ დივანი გვაქვს და თუ რა ვიღაცებს წაუძინიათ მე არ მაქვს ეგ უნარი იმიტომ რომ პირიქით დღის განმავლობაში ძალიან რთულად ვერ ვიძინებ იმიტომ რომ შინაგანად რა შვებოდა ეს გაწამებდა თუ არა არა არ მაწამებდა წამება შეიძლება ვარჯიშზე არ მქონდა მაგრამ მუსიკის არჩევაზე ყოველთვის ქონდა წამება იმიტომ რომ აი ეს მუსიკალური განხვით რომ არის ყოველთვის მაგაზე ქონდა კონფლიქტი რომ აი ეს მუსიკა ავირჩიოთ ეს მუსიკა ავირჩიოთ ეს მუსიკა ავირჩიოთ მაგრამ თვითონ მუშაობის პროცესში ანუ პირიქით მე ძალიან ყვაყოფილი ვარ ანითი იმიტომ რომ მაქსიმალურად იყო ჩემთან ერთად და მაქსიმალურად იყო ჩართული მეტად და ამაზე უფრო ეშლება ნერვები და არ ამბობს ახლა კი მე გაწუხებდა მე მგონია რომ ზედმეტად იქნებოდი ჩართული აი ეხლა შვი აღარ არის მეტი საჭირო ანუ ამაზე გვაქვს რა ბედნიერება რომ ესეთ პარტნიორი აი ვიდეო ხარშა სულმუდმივად გამარჯვება მეგობრებო მოდი თქვენი ნომერი ვთქვათ კიდევ ერთხელ მაყურებელს ზეგ შეგახსენებთ რომ 22 საათზე გველის ფინალი ცეკვავენ ვარსკვლავებისა და ახლა მოდი კიდევ ერთხელ გააჟღერეთ თქვენი ნომერი და მოუწოდეთ მაყურებელს ხო იცი არის რაც არ უნდა კარგად იცეკო და შეასრულო მაინც დამოკიდებული არის ყველაფერი მაყურებელზე და ძალიან დიდი იმედი გვაქვს ამ მასშტაბს გძნობთ ჩვენ არაერთხელ თქვით იმიტომ რომ იმდენი ადამიანი გამომეხმაურდა დღემდე მეხმაურება ყოველდღიურ რეჟიმში სხვა გზა არ არის ისე ცეკვავ ხო და მაგის ბრალი თუ არის მიხარია როგორც მღერი ხარ ისე ცეკვა კი იცი რა ესე ვცდილობ ანუ ჩემს მაქსიმუმს ვძებ და ეგ უკვე მაყურებლის შესაძლებლობა ღორის წადებსაც ჭამს გემა მიზდები ჩემი საყვარელი ისტორია იმიტომ რომ აი ნომერი თქვით კი მაგარი ბიჭი ხარ ოთორო არ მყავდეს მართლა ესე ვერ გამოიყურებოდა დარწმუნებული ვარ ამ ხარისხში ვერ ვიქნებოდით ნამდვილად რა და ძალიან ბევრ და რთულ მოძრაობებს მიდებდა ყოველთვის აი ეს იყო ჩვენი წყვილის მე მგონი ყველაზე მთავარი ხაზი რომ ვაწებოდით იმას სულ რომ აი მეტი ცეკვა რთული ილეთები ცოტა მარტივ მოძრაობებში უფრო ვერ გოჩა ჩერტკოვის შოქში ჩაგდება იყო თქვენი თვითმიზანი როგორ ჩანს მეტი ცეკვა კარგი ნომერი თქვით ცეკვის პროექტის მიზანიც ეგ არის ცეკვა ნომერი გვინდა ჩვენი ნომერი არის 0903 300 ეს იგი ორ შაბათს 22 საათზე ყველა გულშემატკივრობთ ცეკვავენ ვარსკვლავების ფინალს ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუმარი